დღიანი ტური მოდი პირობითად დავიწყოთ კეიპთაუნით, რადგან კეიპთაუნში ჩავფრინდეთ, სასტუმროს აღებას გირჩევთ სანაპიროსთან ახლოს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ზღვის პროდუქტები ძალიან კარგ სანაპირო რესტორნებში, ისიამოვნოთ ნავის და იახტის ტურებით, ეწვიოთ Table Mountains საბაგიროთი და ისიამოვნოთ ხედებით, რა თქმა უნდა. მზის ჩასვლის შეხვედრას კი Lions Head-ის მთაზე გირჩევთ. 2-3 ღამის კეიპთაუნში გატარებისას გირჩევთ Boulders Beach-ს ეწვიოთ პინგვინების სანახავად. დაათვალიეროთ კირსტენბოშის ბოტანიკური ბაღები და ღამე Long Street-ზე ან Bree Street-ზე გაერთოთ. ტური უნდა გავაგრძელოთ სტელენბოშის მონახულებით, სადაც ცნობილ ღვინის მწარმოებლებს შეგიძლიათ ესტუმროთ და ღამე ღვინის სასტუმროში გაათიოთ. აქ აუცილებლად უნდა გაისეირნოთ ღვინის ტრამვაით. ეს საკმაოდ საინტერესო პროექტია, რომელსაც ბევრგან ვერ შეხვდებით. სამხრეთ აფრიკელებს ვენახებში გაყვანილი აქვთ ტრამვაის ხაზი და როგორც დიდ ქალაქებში დადის hop on hop off ავტობუსი, ამის მსგავსად ვენახებში დადის hop on hop off ორსართულიანი ტრამვაი. ვენახის მინდვრების შემდეგ აეროპორტისკენ უნდა დაიძრათ და ჯორჯის აეროპორტში გადაფრინდეთ. ამის ალტერნატივა სახმელეთო გზაც არის, თუ დრო გაქვთ და შეგიძლიათ სანაპიროს რომ გავყვეთ, იდეალური იქნება. ჯორჯის აეროპორტიდან კნისნას მიმართულებით მივდივართ და ზუსტად აქ გვაქვს კნისნასა და პლეტენბერგის ყურეში ყველაზე ლამაზი სანაპირო გზა. აქვეა შესაძლებელი ვეშაპების საყურებელ ტურში წასვლა. შემდეგ კი საფარისკენ უნდა გადაინაცვლოთ კრუგერის ნაციონალურ პარკში. აქ კი ფრენას ვეღარ ავწდებით, რადგან ნაციონალური პარკი სამხრეთ სანაპიროდან საკმაოდ მოშორებითაა. საფარის დროს შეგიძლიათ იხილოთ დიდი ხუთეული, ლომი, ლეოპარდი, სპილო, მარტორქა და აფრიკული კამეჩი. საფარის ტურის შემდეგ კი იოჰანესბურგისკენ შეგიძლიათ გაემგზავროთ და აქ დაასრულოთ თქვენი ტური. თუმცა სრული სამებს შეგიძლიათ ვიქტორიას ჩანჩქერი მოინახულოთ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე განიერი ჩანჩქერია. ის ზიმბაბვეშია, თუმცა ხშირად სამხრეთ აფრიკის ტურის გაგრძელებასაც წარმოადგენს ხოლმე.